რეპრესიების საჯარო სამსახურებში ცესკოში რეორგანიზაციის შედეგად და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების უფლებებს ისფედი დაიცავს. ირკვევა, რომ გიორგი კალანდარიშვილმა საერთოდ გააუქმა ის დეპარტამენტი, რომელსაც დავით კირთაძის მეუღლე ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, კირთაძე ცესკოს ის წევრია, რომელმაც შემაჯამებელი ოქმის მიღების დროს კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, აქ საერთოდ გააუქმეს კვლევითი ცენტრი, რომლის თანამშრომლები არ ერიდებოდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების კრიტიკას. ნინო გიგაური გვეტყვის სურცლად თუ რა ფორმებით გრძელდება საკადრო რეპრესიების საჯარო უწყებებში. ქართული ოცნება აგრძელებს საკადრო წმენდას სხვადასხვა საჯარო უწყებაში და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახე ამ წმენდას ჰქონდა სწორედ ცესკოში, სადაც 16 დეკემბერს გიორგი კალანდარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, სადაც მან დაანონსა რეორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ განცხადების შემდეგ 15-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მათთვის არ განუმარტავთ მიზეზების შესახებ არაფერი არ ვთქვამთ, რის გამო იყვნენ ისინი გათავისუფლებულები დაკავებული პოზიციებიდან. თავად გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ დადასტურებულად მათ არ იციან რა გახდა მიზეზი ამ ყველაფრის, თუმცა მეჭვი აქვთ ორ გარემოებაზე. პირველ რიგში ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, სწორედ იმის გამო, რომ ცესკოს ამ თანამშრომლებმა ღია და დაუფარავად დაუჭირეს მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას და მათ საჯაროდ დაგმეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ჯერ კიდევ 28 ნოემბერს, სადაც მან შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული პოზიციებიდან და მეორე მიზეზი, რაზეც ისინი საუბრობენ, მათ აქვთ ეჭვი იმის შესახებ, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი პრინციპში, რომ აბსოლუტურად გაუქმდა ის დეპარტამენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დავით კირთაძის მეუღლე სოფიო სიჭინავა. ეს დეპარტამენტი იყო სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშების დეპარტამენტი და თავად სოფიო სიჭინავამ მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ დავით კირთაძემ სახეში შეასხა შავი საღებავი გიორგი კალანდარიშვილს, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამსახურიდან წასულიყო, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფაქტობრივად სრულად დაშალეს ეს დეპარტამენტი, გამოაცხადეს რეორგანიზაცია და ყველა თანამშრომელი გაუშვეს ამ დეპარტამენტიდან. ბუნებრივია, აქაც საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებზე და ისფედი სამართლიანი არჩევნები ორგანიზაცია ეს ორგანიზაცია დაიცავს ყველა იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლების სამსახურებიდან. ამ ეტაპისთვის ცესკოდან გათავისუფლებული 6 პირის ინტერესებს იცავს ისფედი და ის ღიად აცხადებენ ორგანიზაციაში, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ეჭვი იმის შესახებ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული პოზიციის გამო გაუშვეს სამსახურიდან, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისფედს და ისინი აუცილებლად დაიცავენ მათ ინტერესებს. ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული ადამიანები გათავისუფლდნენ, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს კიდეც, რომ ისინი აპირებდნენ რეორგანიზაციის დაწყებას და ასევე მათ დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონმდებლობაშიც რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. საშტატო ნუსხა ცესკოში აპარატში 118 ადამიანიდან 103-მდე შემცირდა, თუმცა გათავისუფლების შესახებ 12 ადამიანის შესახებ გვაქვს ჩვენს ინფორმაცია, რომელთაგან 9 არის საშტატო და 3 ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიცავთ 6 და შემდეგ მოგვიანებით მე-7 ადამიანსაც ცესკოდან გათავისუფლებულს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი სამართლებრივი უფლებები იყოს დაცული. ეს არ არის საერთოდ ორგანიზაციის განვითარებისთვის განხორციელებული ნაბიჯი. მე მეცაც გეტყვით, ჩემი პირადი შტაბ-ბიჭდება, ეს საერთოდ ცესკოში მიღებული გადაწყვეტილებაც არ არის. ეს საერთოდ არის ცესკოს გარეთ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ცესკომ უბრალოდ შეასრულა და მიგვაჩნია, რომ ეს არის აი საჯარო მოხელეთა იმ საერთოდ წმენდის ტალღის ნაწილი, რომელიც ახლა ყველა საჯარო დაწესებულებაში ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ერთადერთი საჯარო უწყება, რასაკვირველია, სადაც დაიწყო პოლიტიკური წმენდა, ასევე საქართველოს პარლამენტშიც საერთოდ გაუქმდა და გამოცხადდა ლიკვიდაცია ერთ-ერთი პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა 21 იანვარს ჩაატარა თათბირი, სადაც თანამშრომლებს პირდაპირ განუმარტა, რომ 5 თანამშრომელი იყო გათავისუფლებული დაკავებული პოზიციიდან, ამ კვლევითი ინსტიტუტის 5 თანამშრომელი და მიზეზად მან პირდაპირ დაასახელა თანამშრომლების
სახელმწიფოების თანამშრომლებთან, რომ მიზეზი იყო ის, რომ სწორედ ეს ადამიანები აფიქსირებდნენ ღიად საჯაროდ საკუთარ პოზიციას, ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას, წერდნენ პოსტებს სოციალურ ქსელში და საკმაოდ ღია იყო მათი განსხვავებული პოზიცია და დაუფარავი და შესაბამისად მან ასევე ბრალი დასდო ასეთ თანამშრომლებს იმაში, რომ დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც მათთან ერთად კვლევითი ცენტრის დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ გათავისუფლებულები, დარჩნენ უსამსახუროდ და უხელფასოდ სწორედ იმიტომ, რომ ეს რამდენიმე ადამიანი ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას. კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩავწერეთ ჩვენ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ ყველაფერს აქვს დაშინების სახე და ეს არის საკმაოდ ხმამაღალი განცხადება ხელისუფლების მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან იმის შესახებ, რომ ყველასთვის მაგალითი იყოს ამ ადამიანების გათავისუფლება სამსახურებიდან და მათ გაითვალისწინონ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ასე საჯაროდ გამოხატავენ პოზიციას, განსხვავებულ აზრს, ისინი შესაძლოა მათაც შესაძლოა გაიზიარონ სწორედ გათავისუფლებული ადამიანების ბედი. ჩვენი გადმოსახედიდან იქნება ეს კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია, ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ახლა დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში არის ის, რომ სამაგალითოდ დაისაჯონ ის საჯარო მოსამსახურეები და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ამ შემთხვევაში კვლევითი ცენტრის 5 თანამშრომელი, რომელთაც აიმაღლეს ხმა, რომლებიც დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი და სახელმწიფო ინტერესების ერთგულნი და ეს დასჯა იყოს მაგალითოს ხდებისთვისაც ეს უნდა იყოს დაშინება და ნიშანის ხლა საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვისაც, რომ მათ არ გაბედონ საკუთარი სამოქალაქეობრივი აზრის და ასევე როგორც პროფესიონალებმა არ გაბედონ მათი დამოკიდებულების და ერთგულების მკაფიოდ გამოხატვა ქვეყნის ინტერესების მიმართ. ჩვენ პერიოდულად ვაწვდით ხოლმე მაყურებელს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხვადასხვა საჯარო უწყებებში ადამიანებს ათავისუფლებენ დაკავებული პოზიციებიდან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების გამო. ასეთი არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასეთი არის საქართველოს პარლამენტიც და როგორც ჩანს ქართულ ოცნებას არ სურს თანამშრომლობა ისეთ საჯარო მოხელეებთან, რომლებსაც არ აქვთ იდენტური პოზიცია და რომლებიც არ ემხრობიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პოზიციებს და ამის ნათელი მაგალითი არის ის შეიძლება ითქვას ასამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელე, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმმა უბრალოდ გაუშვა სამსახურიდან განსხვავებული პოზიციის ქონის გამო.